ახსენებთ მაესტროს ეთერში კვირის ინფორმატორია და ახლა კლიპის პრემიერა შემოგთავაზებთ ეგრეთ წოდებული ჩვენი გაყინული შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გაუყინავი და აქტიური წევრი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ რეპერი კაბუ და კლიპმეიკერი გოგა დადუნაშვილი საღამომშვიდობით. გაიღიმეთ, ასე ქვია იმ სიმღერას, რომელიც დღეს უნდა ვნახოთ. დავიწყოთ იმით, ვისია სიმღერა, ვისია ტექსტი, სად ჩაიწერა, არანჟირება ვინ გაუკეთა და ასე. ტექსტი არის ჩემი. სიმღერა არის ზაზა წურწუმიასი და გელა იმნაძესი ერთობლივად გააკეთეს სიმღერა, ანუ ზაზასია სიმღერა და არანჟირება არის გელასი. ტექსტი ჩემია, როგორც მოგახსენეთ, ჩაიწერა სტუდიაში, რომელიც აღარ არის, 19-ში. სტუდია. ანუ როგორც საკმაოდ დიდი ხანია სიმღერა, თუმცა რადიოში ბოლო პერიოდში გაჩნდა. ხო, კლიპის ძალიან დიდი ხანია, რაც გადაღებულია, მზად არის, მაგრამ უბრალოდ რატო ქონდათ გაჩერებული? რაღაცების და მიზეზები იყო იმის. ანუ ჯერ ალბომი არ იყო გამოშვებული, ალბომის გამოშვებას ველოდებოდით, მე რაღაცა და ანუ რაღაც პრობლემები იყო, გოგასაც რაღაც პრობლემები შეექმნა, ვერ მოვახერხეთ ამ კლიპის დროზე ადრე გამოტანა და ეხლა რაღაცა ბედნიერები ვართ ყველანი. კლიპი არის გოგასი, იცით და გოგაზე შემდეგ გადავთ, მე მაინტერესებს მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი გავიდა სიმღერის დაწერიდან, მაინც მე მგონი ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა ეს სიმღერა, ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს გლობალურად თელ მსოფლიოში, ყველას აწუხებს, მაგრამ ჩვენ როგორც იქნა მორჩით ომიანობას და რევოლუციობას და ყველაფერს. რატომ აიღეთ კაბუ მაინც და მაინც ეს თემა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კაბუ ხდება ერთგვარი სოციალური ვარსკვლავი? იცი რა, არ ვიცი, მე სულ ვიყავი ალბათ, მაგ პრობლემისკენ მანდ ვიყავი სულ რაღაც მიზეზების გამო ცოტა რაღაცა მიუშვი რა და რაღაცა მიუყურადე ამ პრობლემებს. ანუ კი არ მიუყურადე, არ იყო საჭირო ჯერ ამეების ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი იყო ამისგან ხალხი. უბრალოდ ეხლა მინდა რომ გავახსენო ამ ხალხს, რომ არ არის მარტო ვარდები და არ არის მარტო რევოლუციები, არის კიდე რაღაცები და ვიღაცები, ვინც არსებობენ და ძალიან ცუდად არიან რა ამ ფონზე. ღმერთმა კიდე ვიძახი, ყველა კარგად ამყოფოს და ყველაფერი კარგად იყოს ნეტა ამ ქვეყანაში, მაგრამ არ არის ყველაფერი კარგად. ეს უნდა გვახსოვდეს, არ არის ყველაფერი კარგად რა. ამიტომ დადგა იმის დრო, რომ თქვა, ეს ხმამაღლა კიდევ ერთხელ და კიდევ ასჯერ. მე სულ ამას ვამბობდი, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ნუ ავჩანდი ხა ესე აქტიურად არ ვიყავი სულ ტელეეკრანებზე და შენს გადაცემაში სულ გამქონდა ბედნიერება მოხდრის და იმ თავითვე ჩანაფიქრშივე სიმღერა დუეტი იყო თუ შემდეგ გადაწყდა რომ რაღაცა სპონტანურად უცებ აგეყვანეთ მერაბნინიძე და ხო შემდეგ გადაწყდა იმიტომ რომ მერაბი რო ჩამოვიდა აღმოჩნდა რომ დიდი მოყვარული იყო ჰიპ-ჰოპის არის თურმე ეს კაცი უყვარს მაგრამ ჰიპ-ჰოპი და რაღაც ჩემი სიმღერები რომ მოისმრა ჩვენ ვთამაშობთ ერთ სპექტაკლში ანუ თეატრალურ სარდაფში ვენეციელი ვაჭარი არის ესეთი შექსპირის ხოდა იმ სპექტაკლში ვთამაშობთ ერთად ხოდა საუბრისას ერთ-ერთი საუბრისას აღმოჩნდა რომ ძალიან უყვარს ჰიპ-ჰოპი ჩამოვიდა დისკებიც კი ჩამოვიტანა რაღაცები ახლები ხოდა მეთქი კაი ტექსტი მაქვს ძალიან თქო რა აი სიმღერა თქო და რაც უფრო მეტად გამოჩენილი და კარგი ადამიანები იყვნენ ამას მე ვფიქრობ რომ უფრო ვიღაცები დაიჯერებენ რა მეთქი თქვი ეს ჩემთან ერთად თუმცა ეს არ იყო პოპულარობისთვის გათვლილი ერთგვარი არა ეს მე იცი რა მე ნაკლებად მაღელვებს კიდევ ამბობ ეგეთი რაღაცები იმიტომ რომ მე არც ისეთი ჩაძირული ბიჭი ვარ დღეს მithumetes ხო დღეს mithumetes და ან მაშინ უფრო ნაკლებად ვფიქრობ, იმიტომ რომ თეატრი იყო ჩემთვის პირველი და არის დღესაც და მინდა რაღაცები ვთქვა თეატრის გარეთაც და ანუ რაღაცა ჩემი ვთქვა, არა ბატონი ლევანის რაღაცა მოწოდებული აზრები. და ანუ ეს სიმღერა იყო, ეს ტექსტი იყო ის, რომელიც მინდოდა მეთქვა და თან რაღაცა გვინდოდა ერთად გაგვაკეთებინა და სხვა რაღაცების კეთებას, ანუ რაღაც არასერიოზული რამეების კეთებას მირჩივნა რომ ეს რაღაცა სერიოზული საქმე რაც მქონდა მასაც ეთქვა ჩემთან ერთად. ნუ ოსკაროსანია ბიჭი ხელი არ არის. ხო და გვიმეთქი და თქვა რა ესე. გოგა თქვენი სახელი ძალიან დიდი ხანი არ არის რაც გაჟღერდა შოუ ბიზნესში. მე მაინტერესებს რამდენი ხანია ამ სფეროში ხარ.
ჩემი სახელი გააჩქერდა დიდი ხანი შოუ-ბიზნეს, ქართულ შოუ-ბიზნესს გულისხმობ. რა თქმა უნდა. მესმის. გარკვეული პერიოდი წინ რამდენიმე წლის წინ აქტიურად მოღვაწეობდი აქ. შემდეგ აქ არ ვიყავი ფიზიკურად. ახლა მომეწია აქ ვარ და რაც ისე დაემთხვა რომ რაღაცა პროექტს ვიწყებდი. რაღაც ანიმაციური ფილმის. და მჭირდებოდა პერსონაჟი. ცოტა შევარდნო. პერსონაჟი მჭირდებოდა რა, რომელიც იქნებოდა თინეიჯერებისათვის მისაღებად რაღაცა კვლევა ჩატარდა და ფსიქოპორტრეტი რომელიც გამოიხატა. იყო ეს რეპერი ბიჭი რაღაც და მაშინ მქონდა პირველი შეხება ბაჭოს გელაიმნაძეს ვკითხე რომ ვინ შეიძლება იყოს გელაიმნაძე მითხრა კაბუ მაშინ მქონდა ჩვენ პირველი შეხება შემდეგ კაბუ დაამეკავშირე და შემდეგ ანუ გამოვიდა რომ შემოთავაზება თქვენგან წავიდა არა მე სხვა პროექტზე მქონდა შემოთავაზება და მე კაბუ დაამეკავშირე და უკვე დავიწყეთ მუშაობა სიმღერაზე ხა ჩემი სახელი რამდენად იცი რა არის მე რა დიდი ხანია რომ კამერასთან ვდგევარ, მაგრამ კამერის იქით მხარეს გაცილებით რომ კომფორტულად ვხსნობ თავს ვიდრე კამერის წინ ასე რომ რა ბედია იმ პროექტს რომელიც თქვენ მანამდე შესთავაზეთ? იცი რა ეს პროექტი პეტროში საკითხი ღიად დგას, მაგრამ ანუ ჯერ არ დასრულებულა? არა. პროექტი იმდენად აქტუალურია, ხო მე არ დავიწყებ. არ გამოვცეთ რომ თემას იმის რომ რაც გარკვეული მიზეზების და გამო. პროექტი არის აბსოლუტურად აქტუალური და რა ვიცი მე მგონი გავაკეთებ მაგრამ პლუს კიდე რაღაც პროექტები დაემატა ყველაფერს და ნახოთ აი დროის ფაქტორია ყველაფერი და აი როგორი იყო მუშაობა იმ თემაზე რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ მძიმეა და ალბათ საპასუხისმგებლად ხო გააკეთო რაღაცა ღირებული ომის თემაზე მესმის იცი რა არის ჩემთვის მე ძალიან მიჭირს გადავიღო კლიპი და ხოდეში ძალიან ბევრი წინადებაზე უარი მithავს და შესაბამისად განაცხადებული ადამიანი არის და საგუბო შემთხვევით და მინდა ბოდიში მოვხადო მათ მაგრამ მე ვერ გადავიღებ კლიპს ტექსტზე სული გულის სიყვარული ტალახი ბალახი რა ეს ცოტა ისეთი მომენტი ჯერ სიმღერა მოვისმინე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის თვითონ არტისტის პოზიცია ხო რამდენად ასე ვთქვათ რა პოზიციაზე დგას ის ხო შემდეგ მე ვთვლი რომ თანამედროვე ხელოვნება არ შეიძლება იყოს რაღაცა იმპრესიონისტული რაღაც გრძნობების დონეზე ხო ანუ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სოციალურად აქტუალური რა სოციალურად აქტიური უნდა იყოს არტისტი იმიტომ რომ პრობლემა უამრავია ხო და ძალიან ბევრი პრობლემა არის გადასაჭრელი აქედან გამომდინარე გარდა მაგისა უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითონ პიროვნებას რა ვისთან მუშაობ ხო და აქ შემთხვევით რომაგაც საინტერესო იყო მუშაობა კაბუსთან მეტრო პირველ რიგში ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ შემთხვევაში ხო მას მე რაც იმერა მომეწონა ჩემს საინტერესო იყო მუშაობა კაბუსთან როგორც მსახიობთან რა და მე ვთვლი რომ ორი ძალიან ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა კი ამ ფოტოშოპზე ორი ძალიან ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა კი არა და ალბათ მეტი აი რომ გადაავლებ კლიპს თავს ნახავთ რომ ახლა ზიოზნისას და ხო რაღაც ქვია მუშაობს და ნუ საინტერესო იყო საპასუხისმგებლო იყო მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა თქვა კაბუსთან დაკავშირებით რა უბრალოდ მისი პოზიცია და მისი აი ვიცი რა არსებობს რა რაღაცა ტექსტ между строками ხო რასაც ადამიანი არ ამბობს მაგრამ იგზნობა მისგან მოდის ხო რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ხო აქედან გამომდინარე ჩემთვის იყო საინტერესო რა მუშაობა საინტერესო კლიპი გაიჭირა ცოტა დიდი ხანი ვაკეთებდი მაგრამ კლიპის ნახვის შემდეგ ნახავთ რატომაც იმიტომ რომ ვთქვათ იმდენად ჭარბად არის კომპიუტერული გრაფიკა და რეალიტის რეჟიმში არის გაკეთებული ნორმალურ ფორმებში ამას აკეთებს ალბათ ერთი 20 კომპიუტერი და ეს ხო მაგრამ ეს ტექნიკური საკითხი საინტერესო იყო ძალიან საინტერესო მუშაობა და მე ვთვლი რომ ეს თემა დღემდე აქტუალურია და ერთადერთი რაც მინდა ვთქვა რომ შეგნებულად თავი ავარიდეს პათეტიკას და პირდაპირ პერიფრას რა ამ სიმღერის რა იქ ომის კადრები რაჭოს პირველ რიგში კონფლიქტი და ომი თუ ვინმეს დაამარცხება გვინდა ალბათ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დაამარცხოთ და ის უარყოფითი და ნეგატიური რაც ჩვენში არის ხო და გარდა მაგისა კიდევ ერთი რაღაც ითქვა მე ყოველთვის მაღიზიანებს რა რაღაც ძერეთ პატრა მაგალითზე რეგიონალურ ტელევიზიებს რო ხედავ ხოლმე რაღაც არ ვიცი მე ლიყვირის ტელევიზია ხო და გლობუსით იწყება საინფორმაციო და მეგონი ეს აბსურდი არის მე გადმოვიტანე ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე რა ეს კონფლიქტი და რა დროს
ანუ ჩვენ ომი არ უნდა გავიგოთ როგორც გლობალურად ომი, ნუ უბრალოდ იცი რა, ამას ყველა გაიგებს თავის ასე ვთქვათ, თავისი მენტალობის შესაბამისად, რატო? მე მგონი თუ კი ვინმეს ვებრძვით და თუ კი ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცოთ, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ. კარგო მე მგონი ეს შენურად გააკეთე. თავი გაარდ. ძალიან კარგად. ერთსაც დავამატებდი, რომ ვაჟე ბევრ დუბლს ვიღებ მე თვითონ და ვაწვალებ ხოლმე. აი, კაბუსთან ეს პრობლემა არ მქონია, როდესაც რაღაც აი ოდნავ პატარა ხაროზე იყო, თვითონ მოდი კიდე ერთი სული კიდე ერთი. პროფესიონალ მსახიობებთან რა თქმა უნდა გაცილებით არანაირი პრობლემა არ მქონია ამ თვალსაზრისით და მინდა მადლობა უთხრა ამისათვის. და საუბრის ბოლოს მე მინდა გითხრა თქვენი პროგნოზი როგორია, როგორ გონიათ გახირდება კლიპი? სიმღერა და აიცი რა, მთავარია სათქმელი ითქვას და მიიღოს იმ ხალხმა. ანუ დაინახონ რა მინდა, მიხვდნენ რისი თქმა მინდოდა, რომ ცოტათი არ მოვდუნდეთ რა. ეგუშინდელი ფეხბურთის არ იყოს მაპატიეთ უკაცრავად, ცოტა იქითაც გადავსტყვერცნი ერთი-ორ სიტყვას, იმიტომ რომ როგორც კი მოვდუნდით, კისერი მოგვატეხეს და არ შეიძლება ხალხო მოდუნება, არა რა, წარმატება მოდუნებით არ ვერ მიაღწევ მოდუნებას, თვით წარმატებას და თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად, ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს ამ ქვეყანაზე, იყვნენ კარგად, იყვნენ ბედნიერები, არ უნდა მოვდუნდეთ. არ არის მარტო ვარდები და არ არის მარტო ეკლები, არის ბევრი ეკადი. ეს ეკლები რაღაცნაირად იმ ვარდებით, რომლებიც მოვიდა, რაღაცნაირად უნდა გავაქარწყლოთ და თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, იქნება ძალიან ცუდი და ამ ვარდებისგან მხოლოდ ეკლები დაგვრჩება, დედას გეფიცებ ძალიან ცოტა ხანში რა. არ შეიძლება მოდუნება და ამიტომ გახიტდება თუ არა ეხა ამას როგორც ჩანს კაბუ მაინც არ დაღლივა ჯერჯერ. უბრალოდ რაღაცისგან დაიღალა და ეს რაღაცისგან დაიღალა ალბომშია და ახალ დამსვენებელი მოусმენთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის საინტერესო საუბრისთვის. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ახლა მოემზადეთ, გაიღიმეთ და გაღიმებულებმა უყურეთ, თავარია არ მოდუნდეთ. კაბუ და მერაბ ნინიძე სიმღერით გაიღიმეთ. დედამიწაზე სიგეთე მოხდა დამთავრდა გაიწია სიყვარულის პიალა ხორდება բոլოს მიჩი დამოუკიდებლია რა მოხდა მერე ყველაფერი ხდება იყავი მშვიდად შენი ოცნება წახდება ვიღაც ვერ ხდება ვიღაცის შემხრალი ვარსკვლავი ისე ვაინდება აინდება ისე მწეცაზე ნუ იფიქრებ ცუდზე ნუ იფიქრებ ბომზე იფიქრე კარგზე იფიქრე სხვაზე იფიქრე მასზე ვინც იზარდება დღეს ის გასავლელ გზაზე გზაზე რომელიც იქნება რთული აჩუქებული პატარა საჩუქე სული სიმშვიდე აჩუქე მე მინდა მართვალებში სიხარული ვნახო რა დროს ომია გაიღიმეთ ხალხო შეხედე სამყაროს
პატარა ზღური ყვავილივით ნაზია ნუ შეახებ ხელს ძალიან ეწყინება ნუ დაანახებთ რელს გული ედგინება აჩვენე სიყვარული აჩვენე სიტყვა მისი მამაზი სული სიყვარულ სიტყვას რამდენი სიკეთე მათვალებში ხატია მე მჯერა მე მწამს მომავალი მათია ო როგორ მავსებენ მათი კეთილი თვალები ო როგორ მათმობენ მათი პატარა ხელები ძალიან მიხარია მათი სიხარული სიყვარულს ვიბრუნებს მათი სიყვარული სიმშვიდე სიყვარული მოდი ვაჩუქო ჩვენს მათთვის გავიმეტოთ რა გვიშლეს ხელს მე მინდა მათვალებში სიხარული ვნახო რა დროსობია დაიღიმეთ ხალხო მოვა დროთა ბოროტება მოკვდება მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება აღარ იქნება ქვეყნას შური და სისხლი საბოლოოდ გაქრება მტრობა და სისხლი ვიცი ცხოვრება ჩვენთვის ასე ძნელია მაგრამ შეხედეთ პატარები მღერი მე მინდა მათვალებში სიხარული ვნახო რა დროსობია გაიღიმეთ ხალხო Guys,